ჯანდაცვის მინისტრი სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ MedPlus ესტუმრა მინისტრი ადგილზე გაეცნო მედპერსონალის საქმიანობას და მათ ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ჭიაბერაშვილმა სამედიცინო პერსონალს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ექნებისთვის ხელფასის მომატების საკითხებზე წესაუბრა. მინისტრის განცხადებით 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო მილიონ ადამიანს დააზღვევს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.400.000 მიაღწევს. ჩვენ ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას, რამდენად მზადყოფნაში ხვდებიან ისინი 1 სექტემბერს, როდესაც დამატებით კიდევ მილიონი ადამიანის სადაზღვევო პოლისი ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა დაზღვევებმა სადაზღვევო პოლისი მითითებულ კომპანიის ხელხაზზე წინასწარ დაარეკოს, რათა მოხდეს რიგების და ნაკადების რეგულირება იმისათვის, რომ აქ მოსულ პაციენტებს დიდხანს არ მოუწიოთ რიგში დგომა. კლინიკა ემსახურება მთლიანად აუჭალა ზაგესის, კონიაკის, გლდანულის, პატარა გლდანის მოსახლეობას. აღჭურვილია როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურული აპარატებით, ასევე ადამიანური რესურსით.